აჭარის უმაღლეს საბჭოში რეორგანიზაცია დაიწყო ოფიციალური ინფორმაციით 1 ოქტომბრიდან დღემდე პირადი განცხადების საფუძველზე საკანონმდებლო ორგანო 15-მა თანამშრომელმა დატოვა. 25 შტატიან და უშტატო თანამშრომელს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედია ვასაძე აცხადებს, რომ მოხდა პრესსამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაციას. მისივე განცხადებით უმაღლესი საბჭოს შტატიან თანამშრომლებს უახლოეს პერიოდში ატესტაცია ჩაუტარდებათ. როდესაც მიდის ხელისუფლების მე ვფიქრობ, რომ ეს мотиваცია და ეს ვარაუდები არ გახლავთ დასაბუთებული, იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ბევრი თანამშრომელი ძალიან ესეთი კვალიფიციურად გაივლის ამ ატესტაციას და დარჩება თანამდებობას. პირადად ჩემს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში არც ერთი თანამშრომელი არ არის განთავისუფლებული. თუ კი გაჩნდა მოთხოვნა იმისთვის, რომ რომელიმე სპეციალისტი რაიმე დარგში გჭირდება, რამე დამხმარე სპეციალისტი გჭირდება, მაგ შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ხდება ახალი მოწვევის შტატგარეშე მოსამსახურის აყვანა. ამ წუთას არც ერთი არა შტატგარეშე შეიძლება მოხდეს ამ დღეებში, დღეს შეიძლება მოხდეს, ან ხვალად შეიძლება მოხდეს წარდგინება.